კიდევ ერთი მოქმედი მაღალჩინოსნის დაკითხვა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გამოძიების შეკითხვებს უპასუხა. დავით კირკიტაძე მოწმის სტატუსით იმ კორუფციულ სქემაზე დაკითხეს, რაზეც ჩვენებები უკვე მისცეს ვანო მერაბიშვილმა და ზურა ჭეაბერაშვილმა. საუბარია უმუშევართა აღწერის პროგრამაზე, სადაც პროკურატურამ 22,000-მდე ფიქტიურად დასაქმებული მოქალაქე გამოავლინა. პროექტი წინა საარჩევნოდ ქვემო ქართლშიც განხორციელდა. რამდენიმე დღის წინ ამავე საქმეზე საგამოძიებო უწყებაში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც იყო დაბარებული. ქვემო ქართლის გუბერნატორს დღეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ. გამომძიებლებს დავით კირკიტაძესთან შეკითხვები დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე ჰქონდათ. რას საქმიანობდნენ სოციალური აგენტები და რატომ ადგენდნენ დასაქმებულთა სიებს? ათასობით ადამიანი დადიოდა, აკეთებდა სიებს და ცდილობდა, რომ შემდგომ იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ სამუშაოს მაძებელი, ეპოვათ სამსახური. დღეს ეს მთავრობა აკეთებს ერთ რამეს და მიაჩნიათ ერთი რამ, რომ მათ ეს პრობლემა მოაგვარეს, იმიტომ რომ მათი ცოლები, შვილები, დანათესავები არიან დასაქმებულები. აი ეს შეკითხვები იყო ზუსტად, რომ რატო დადიოდნენ, რატო აკეთებდით იმას, რომ რატო აკეთებდით სიას, რომლის მიხედვით შემდეგ ადამიანები უნდა დასაქმებულიყო და დავით კირკიტაძის გულშემატკივართა სიაში, რომლებიც მის გამოსვლას გარეთელოდნენ, რუსთავის მერიის, საკრებულოსა და გუბერნიის თანამშრომლები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. რამდენიმე დღის წინ იმავე თემაზე დაკითხეს სამართალდამცველებმა. კახა ბარათაშვილი ხელისუფლების მხრიდან ამ თემით დაინტერესებას არასერიოზულად მიიჩნევს. ამდენი დროის დაკარგვა ამ თემებზე ეს მე ყველაზე ნაკლებს ვიტყოდი, არასერიოზულად მიმაჩნია ეს ყველა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯერ კიდევ წინა საარჩევნო დამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს და ჯარიმაც გადაახდევინეს. მაშინ ბარათაშვილს რუსთაველებისათვის ცხრისა და ღვინის საჩუქრად გადაცემაში დასდეს ბრალი. იმავე საქმეში მაშინ კირკიტაძის მოადგილის გვარიც ფიგურირებდა. მამუკა ჩიქოვანი დღეს კირკიტაძეს გულშემატკივრობდა. თავისთავად სხვა შეფასება არ აქვს მათ პოლიტიკურ აქტივობას ყოველთვის მოყვება ხოლმე შესაბამისად რასაც დაკვირვებული ვარ ხელისუფლების მიერ არის შემდგომი ესეთი რეაქცია. კირკიტაძის დაკითხვაზე დაბარება დღეს თბილისში უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა შეაფასეს. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი და ანგარიშსწორება მაინც. მე ვფიქრობ, რომ მთავრობამ რომ იფიქროს ადამიანების დასაქმებაზე და არ დასდევდეს იმათ, ვინც ეს გააკეთეს, უფრო ლოგიკური იქნებოდა. კირკიტაძეც უნდა დაიკითხოს და ბევრი ვინმე სხვა. მე ვფიქრობ, უნდა დაიკითხოს სააკაშვილიც და ყველა სხვა ქვემდგომი პირიც. ყველა ის პირი, ვისაც რაიმე ტიპის პასუხისგებლობა აკისრია კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, როცა ვსაუბრობთ. ჩვენ ვთქვით, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარი. დასაქმების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით დავით კირკიტაძის დაკითხვამდე გამომძიებლებმა ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც დაკითხეს.